ამას რითი ადასტურებთ, იმიტომ რომ წარმოდგენილ ვიდეო ფაილში და ახსნა-განმარტებებში ეს არ არის, ან ვიდეოში არ ჩანს, რომ პოლიციელები მოუწოდებენ, რომ აღზევავაკრა სტიკერი და ახსნა-განმარტებების სიძნევა ისინიც არ აღნიშნავენ ამას. და მეც კარგად მახსოვს და ლაივ ვიდეოა, იმიტომ რომ მე როცა იქ შემთხვევის ადგილზე მივედი, იქ ყველა ესე ვთქვათ აქციის მონაწილე დაკავებული იყო. მე იქ მივედი იურისტთან ერთად, რომ ადვოკატი შესულიყო დაკავებულებთან. და უბრალოდ ეს შეგიძლიათ ვთქვათ, რომ სად მაღლა ეს დოკუმენტებში რომ გავეცნოთ ხათ. მე როგორც მახსოვს კაპიტანო, ვიდეო მტკიცებულებაში რა არის მოწოდება? ვიდეო მტკიცებულებაში პოლიციები არის. ეს ინფორმაცია მე ადრეზე არ ყოფილა, რომ იყო მოწოდება. საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებში მიმითითებთ, რომ პოლიციელი მაფრთხილებს, რომ სტიკერი არ გავაკრა. ხო ასეა, წეღარ ეს ვიდეოში ჩანს. ვიდეოში. მე ვთქვით, რომ აი ეს პოლიციელი სახეს და გვარით, მე ვთქვით, რომ მოუწოდებს, რომ არ დავაკრა სტიკერი. კი, ანუ არხნა რა გოგო არხნა რა ზია მაღლობელს აკავებენ ზია მაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ არხნა გოგო ნამდვილად ჩემი ხმა იმიტომ რომ ეს სანამ მზია გააკრავდა ამ სტიკერს მანამდე უკვე დაპატიმრებული ყავდა ზუსტად სტიკერის გაგვიზა ციალა და ბიჭები და უამრავი არეულობა იყო და მე არც ერთი არ მემეტება საპატიმრო და არ მინდოდა რომ ისევე მზიაც დაეკავებიათ ნამდვილად და უბრალოდ თანადგომა გამოვხატია ამ ჩემი სიტყვით რა აი ზუსტად როგორ თქვით შეგიძლიათ არქნა გოგო არქნა და დღეს მოსამართლესაც დაუძახეთ ეს ეზოდად. ნამდვილად. თქვენ ხომ არ მოვისმინეთ იქ რომელიმე პოლიციელმა თუ მისცა გაფრთხილება? რა თქმა უნდა არა, პირიქით საერთოდ არ იყვნენ იქ პოლიციელები საერთოდ. და უცბად გამოცვიდნენ და გამოიქცენ მზიას დასაკავებლად. ვაფშე შიგნით ეზოში იყვნენ იმ მომენტში რა, კადრები ხო არსებობს რა. საერთოდ არ იდგა პოლიციას, როცა მზია სტიკერს აკრავდა.